ხალხნო თუ გინდათ მიაღწიოთ წარმატებას, სისტემა 1 გათიშეთ. რა ის სისტემა 1, რა ის სისტემა 2. ნეირომეცნიერება საერთოდ იცნობს მაგაგებას. მართლა არ არის ტვინის ამოცანა. სამწუხაროდ არ შენი ბედნიერება და არც შენი ჭეშმარიტების აღმოჩენა. შენ რამდენიც გინდა იმდენი ეჭიდავე ამ შენ ბავშვობის ტრამვებზე ტრიგერებს. ერთ-ერთი რაც შეგიძლია გაიგო, რომ გაიცნო უბრალოდ ეს შენი ტრიგერები და გააცნობიერე, რომ გააკეთო. შენ ეს თავიდან უნდა განიცადო. ანუ უნდა გეტკინოს. და შენ სინამდვილეში იქცევი ასე, იმიტომ კი არა, რომ წარსულში რაღაცა მოხდა რა, არამედ იმიტომ, რომ დღეს გამოზრავებს რაღაცა მიზანი, რომელსაც შეესაბამება შენი ქცევა. დღეს ცოტა გაიჭირვე და რაღაცა რთული გადაწყვეტილებები მიიღე და მოითმინე და გადადე შენი დღევანდელი სიამოვნება, იმიტომ რომ ხვალინდელი შენ ააშენე რა, რაღაც კენწეროში გათკბილდების ამბავი. რას ნიშნავს თავისუფალი ნება? შენ გინდოდა ნება, უპასუხე. წარმოდგენა რა გვაქვს თავისუფალი ნება გვაქვს თუ არა, გავიგე კაცო, მე ამ ჯელობაში გეუნებით, რომ არ მაქვს დავის პოზიცია. არ არსებობს ის რეალობა, რომელსაც ხედავ, ამის კონსტრუქციას აკეთებს წვინი, როცა დადგება რაღაცა შედეგი, მერე იმისი მიგნება, რამ გამოიწვია ეს შედეგი, ტვინისთვის არის ძალიან სასიამოვნო. ამ წიგნმა ადამიანებს მისცა იმის გააზრება, რომ ჩვენი ფუნდამენტური ორგანო, ტვინი, რომელიც მართავს ჩვენ ცხოვრებას, რაღაცა სხვანაირად მუშაობს და ჩვენ თურმე საერთოდ არ ვიცოდით. მე მგონი კარგი დროა რომ ურჩეთ.